იმავე ყუთში, რომლითაც ევროპაში ბანანი შედის, 430 კილოგრამი კოკაინი იყო დამალული. და ეს კონტეინერი ეკუთვნოდა კომპანიას, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მოქმედი პრეზიდენტის ოჯახს. მე ნინო აფაქიძე ვარ და უცხო ამბების მეხუთე ეპიზოდში მოგიყვებით ახალ საერთაშორისო გამოძიებაზე, ისტორიაზე, რომელიც დეტექტიური ფილმის სცენარს გავს, მაგრამ მთლიანად დოკუმენტებით არის დადასტურებული. 2025 წლის 4 დეკემბერს საერთაშორისო საგამოძიებო ქსელმა OCCRP-მ გამოაქვეყნა მასალა, რომელმაც გლობალური ვაჭრობის ერთი უხილავი მექანიზმი გააშიშლა. გამოძიების მიხედვით ბალკანელი ნარკოტრაფიკერები კოკაინს ბანანის კონტეინერებში მალავდნენ და ეკვატორიდან ევროპაში აგზავნიდნენ ისე, როგორც ჩვეულებრივ სასურსათო ტვირთს. ამ გზავნილების ნაწილი დაკავშირებულია კომპანიასთან Noboa Trading Co. ბანანის მსხვილი ექსპორტიორთან, რომელიც ეკვადორის პრეზიდენტის დანიელ Noboa-ს ოჯახურ ბიზნეს იმპერიაში შედის. როგორ გაიშიფრა ეს ქსელი? გამოძიების ერთ-ერთი მთავარი წყარო გახდა Sky ECC, დაშიფრული მესენჯერი, რომელსაც ევროპაში ნარკოკარტელები აქტიურად იყენებდნენ. 2021 წელს ევროპელმა სამართალდამცავებმა ეს სისტემა გატეხეს და ათასობით შეტყობინება გამოაშკარავდა. Ein Schiff fährt in den Hamburger Hafen ein. An Bord Kokain. სწორედ ამ ჩეთებიდან გამოჩნდა, როგორ გეგმავდნენ ტრაფიკერები გადაზიდვებს, აკონტროლებდნენ კონტეინერებს და ანაწილებდნენ როლებს. ერთ-ერთ ასეთ ჩატში ჯერ კიდევ 2021 წელს ბალკანელი ტრაფიკერი თავს იწონებდა. ჩვენ გარდა ვერავინ დებს კოკაინს Noboa-ს კონტეინერებში. ეს ფრაზა პირდაპირ არის ციტირებული პროკურატურის დოკუმენტებში. ჟურნალისტებმა გადაამოწმეს ყველა დეტალი, კონტეინერის ნომრები, გემების სახელები, გამგზავრების თარიღები, პორტები. ერთ-ერთი მაგალითი ასეთია კონტეინერი დატვირთული 2021 წლის 25 იანვარს ეკვადორის გუაიაკილის პორტში, ოფიციალურად ბანანი, რეალურად ბანანი და მასში დამალული 430 კილოგრამი კოკაინი. ეს მონაცემები ზუსტად დაემთხვა Noboa Trading-ის ოფიციალურ ექსპორტის ჩანაწერებს. სულ 3 ასეთი გზავნილი და გადაზიდვა დაფიქსირდა, ჯამში 535 კილოგრამი კოკაინი, რომლის მინიმალური საბაზრო ღირებულება 26 მილიონ ევროს აჭარბებს. ევროპაში ტვირთის მიღება უკვე სხვა კრიმინალური ჯგუფის პასუხისმგებლობა იყო. გამოძიების მიხედვით ეს ჯგუფი უკავშირდებოდა ცნობილ ნარკობარონს დარკო შარიჩს. სერბეთის პროკურატურა ამტკიცებს, რომ შარიჩი ციხეშიც კი აგრძელებდა კარტელის მართვას Sky ECC-ის მეშვეობით, თუმცა თავად შარიჩი ამ ბრალდებებს უარყოფს. რატომ არ ნიშნავს ეს ავტომატურად კომპანიის დანაშაულს? აქ ერთი მნიშვნელოვანი იურიდიული ნიუანსია, რომელთაც ხშირად მანიპულირებენ. ამ ეტაპზე არც ერთი სასამართლო გადაწყვეტილება პირდაპირ არ ამტკიცებს, რომ Noboa Trading-ის მენეჯმენტმა იცოდა კონკრეტული კონტეინერების შემადგენლობის შესახებ, ანუ ის, რომ ბანანთან ერთად კოკაინი იყო ყუთებში მოთავსებული. მაგრამ არსებობს ამოღებული ნარკოტიკი, დოკუმენტურად დადასტურებული კონტეინერები, ჩათები, სადაც ტრაფიკერები დანაშაულებრივ სქემაზე საუბრობდნენ და ექსპერტების შეფასება, რომ ასეთი მასშტაბი შეუძლებელია სისტემური სისუსტეების გარეშე. პრეზიდენტი Noboa აცხადებს, რომ მისი კომპანია თანამშრომლობს გამოძიებასთან. გამოძიება კი ამბობს, რომ არსებული მტკიცებულებები საკმარისია კითხვების დასასმელად და შედეგებს უნდა დაველოდოთ. აი ფაქტი OCCRP-ის ქსელის წევრია ჯერ კიდევ 2016 წლიდან და თუ გინდა რომ ასეთი ჟურნალისტური გამოძიებები საქართველოშიც კეთდებოდეს, მაშინ დაეხმარე ქართულ დამოუკიდებელ საგამოძიებო ჟურნალისტიკას. მხარდაჭერა შეგიძლია სხვადასხვა გზით, მაგალითად, გამოიწერო ჩვენი გვერდები, გააზიარო ჩვენი მასალა, ან ფინანსურად დაგვეხმარო, გახდე ჩვენი ფასიანი სერვისების გამომწერი, ან პირდაპირ გააკეთო შემოწირულობა. დეტალურ ინსტრუქციას აღწერაშიც იპოვეთ. მადლობა, რომ გვიყურეთ.